ბრალდებულებსა და თარჯიმანს შორის არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგანაც თარჯიმანი სრულყოფილად არ უთარგმნის იმ ინფორმაციას, რაც სასამართლოს დონეზე ჟღერდება მხარეების მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამასთან ერთად არის კონფლიქტში შესული ფაქტიურად ბრალდებულებთან და მოიხსენიებს უზრდელად, რაც პირდაპირ მნიშვნელობით კანონდარღვევა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის და ეს არის აცილების სამართლებრივი საფუძველი, რომ თარჯიმანი შეიცვალოს და იმ თარჯიმანმა აიღოს პასუხისგებლობა, რომელიც კანონით არის გაწერილი და ბრალდებულება აქვს, რომ უთარგმნოს ყველა ის სიტყვა, რაც ჟღერდება სასამართლოს დონეზე, რომ ბრალდებულებისათვის გასაგები იყოს ყველა ის სიტყვა, რაც დონეზე ჟღერდება. ეს არის ისეთი ნონსენსი, სამართლებრივი ნონსენსი, ესეთ რამეს ვერსად ვერ ვნახავთ, არ არსებობს ამისი პრაქტიკა, კი არა. კონვენციის მე-6 მუხლი პირდაპირ საუბრობს სამართლიან სასამართლოში, რომ ენა, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს, ბრალდებულისათვის, ამ შემთხვევაში სინდისის პატიმარისათვის უნდა გასაგები უნდა იყოს და ის, რაც მოსამართლე დღეს ჩვენ გვაჩვენებდა, რომ თითქოს ამით უნდა მას გადაემოწმებინა თარჯიმნის სისტორე, ეს არის სული ნონსენსი, რომელიც დაუშვებელია და მსგავსი რამ საქალაქო სასამართლოსთვის დღეს არაფერი არ გვიკვირს, თუმცა ეს არის ახალი ინოვაცია, ასე ვთქვათ, უარყოფითი ინოვაცია, რომელსაც დღეს უყურებდა ნინო გაუზდაშვილი რუსულად დაისვა კითხვა თარჯიმანისთვის გაიგებდა თუ არა თარჯიმანი? აი ეს იქნებოდა ალბათ გავრილოვის შემდგომ აი სიგიჟის დეფინიციას თუ განმარტავდით სასამართლოს დონეზე, დღეს ამას უყურებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ცდილობს, რომ რუსულის ენის შემოწმება თავად მოახდინოს. ანუ რა უნდა გაეკეთებინა, სიტყვიერად გამოიხატა ეს რუსული და შემდგომში თარგმანი თარჯიმას უნდა მოეხდინა თუ რა სიგიჟესთან გვექნებოდა შემხებლობა, ჩემთვის წარმოუდგენელი.